გამარჯობათ მეგობრებო, დიდი ხანია არ გამოვჩენილ ვარ. შეჯიბრებები მორჩა. მესამე ეტაპის ვიდეოც დავდე. სამწუხაროდ საერთო ჩათვლაში გავედი მესამე ადგილზე. დიდი რაფერი ვერ ვქენი. გარკვეული მიზეზების გამო, ბევრი ფაქტორი იყო, იქ წაქცევა. მოკლედ მიზეზებს მაინც არ დავეძებ. ფაქტის სახეზეა, გავედი მესამე ადგილზე, შემორჩა. ეხლა იქნება გალა დაჯილდოება. ჯერ არ არის თარიღი ცნობილი როდის იქნება. და არ ვიცი მომავალ წელს რას ვიზავ. დიდი ალბათობით აღარ გამოვარ შეჯიბრზე. სხვა საქმეს შევეჭიდე და სხვა საქმე დავიწყე და ჯერჯერობით ნახდათ არ მცალია. შეჯიბრისთვის, არც ვარჯიშისთვის, არც შეჯიბრისთვის სპორტული საწვავები შემოგვაქვს და გვინდა ესეთი 100 ოქტანიანი ბენზინგასამართის სადგურები გავაკეთოთ საქართველოს მასშტაბით, იმიტომ რომ ძალიან ცუდი ხარისხის საწვავი გვაქვს, აი კატასტროფა რა და ძალიან გვიჭირს ამ კუთხით. მოგეხსენებათ, მე მყავს Turbo ZX-10, რომელსაც ძალიან კარგი ხარისხის საწვავი ჭირდება. სხვანაირად არ მუშაობს. იმ შედეგს ვერ იღებ, რაც უნდა მიიღო და რისთვისაც წვალობ და რისთვისაც ცდილობ. 0.7 ბარზე მქონდა ბოლოს 315 ცხენი. მაშინ ძველ ტურბოზე, ძველ კოლექტორზე, მოკლედ არ იყო მოტოციკლეტი ისეთ კონდიციაში, რომ რამე ისეთი ცხენი მიმეღო, რაც დამაკმაყოფილებდა. ალბათ ფიქრობ 400-დან 450 ცხენამდე სავსებით რეალურია ამ მოტოციკლებით. ნახოთ, ამ პრობლემას მოვაგვარებ. საწვავი აუცილებლად ვჭირდება, სპირტი არის საშინელება, არ მაწყობს სპირტი. იმიტომ რომ პირველ რიგში წყალს შეიცავს და ჟანგავს ყველაფერს. 100 ოქტანის საწვავი იქნება იდეალური. კი გვაქვს 103 მაქვს, 110 მაქვს, მაგრამ ეს არის ჟანგბადით გამდიდრებული სპორტული საწვავი, რომელიც ჩემ ყოველდღიურ მოტოსთვის ძალიან ძვირი ფუფუნებაა, რომელიც მხოლოდ შეჯიბრზე უნდა ჩაასხა და შეიძლება მაპორი გაასწორო 100 ოქტანზე, კონდეს პირობითად 50-60 ცხენით მეტი უსაფრთხოდ და მხოლოდ როცა ჩასაჭერად სადმე გავალ, მაშინ გადავხტო მაპორზე. ჯერ ამას არ ვიზავ. დავანასტროიკებ 100 ოქტანზე, ჯერ შემოვიტანოთ. დავანასტროიკებ 100 ოქტანზე და ვნახოთ რა გამოვა. ეს ტურბომოტო ბევრმა იცის. საქართველოში ასე თუ ისე იციან, ვიდეოს რაღაცები, მგონია წყობით ვიდეოც მედოდა. თუ იქნება დაინტერესება, თავიდან ბოლომდე თრიან ესე ვთქვათ, ვლოგის მაგვარი ამას გადავიღებ და მოვყვები ყველაფერს, როგორ რანაირად გავაკეთე და რა უყენია და რას ვაპირებთ მომავალში. ეხლა ესე ზედაპირულად ვიტყვი რა გავაკეთე. ტურბო შევცვალე, პულსარი დავაყენე, ატომ კოლექტორი ააწყო. გეიტი 38 მმ-იანი blow-off-ი intake-ში, airbox-ში ინტერკულერი, წნევის სენსორი, რომ კომპიუტერმა დაინახოს ბუსტი. ბენზინის წნევის რეგულატორი, ვაკუუმზე დაერთებული წნევასთან ერთად ერთი ბარი მოიმატოს, საწვავის წნევა. ვალბროს ნასოსი მეყენა 450-იანი და დავაყენე 255-იანი. მე ვფიქრობ, რომ ზედმეტად ბევრი იყო რა 450. ინჟექტორები ქარხნული ეყენა 240, შევცვალე დავაყენე 830-იანი ინჟექტორები. მეთანოლის სისტემა მაქვს, მე მგონი 700-იანი ნოზლია, თუ არ ვცდები 700-იანი ნოზლია. კიდე რა მაქვს, აბრატნი მაქვს გაკეთებული, როგორც მანქანებზე, მოტოს სხვანაირად აქვს და არ მუშაობს. ხო და გადავაკეთე, დავაყენე როგორც წესია. ეგრე გავაკეთე. კიდე რა მაქვს გაკეთებული. კბილანა მაქვს წინ +1, უკან -3. 360-მდე მიდის, დაინოზე ეგრე წავიდა. რეალურად
თქმა უნდა ძრავში გადაცემათა კოლოფი სულ განახლებულია, გაფრეზილია, გურაშულმა გააკეთა, ყველა სიჩქარე ჩათვალეთ, აი ასო ახალია. ანუ კოვანი, ანუ ნაწრთობი შატუნები მაქვს, პორშინები მაქვს, კოვანი, ასევე ნაწრთობი დაბლები 9 და 5 კომპრესია. პრაკლატკა, ეგრეთ წოდებული პრაკლატკა, შუასადები, ეგ მაქვს. კომეტი კი რამდენი დავაყენე, იმდენი გააპარა. დავაყენე ქარხნული და მუშაობს იდეალურად. გალოკის ბოლტების ნაცვლად მაქვს შპილკები. ძლიერ შპილკებზეა აყვანილი, რომ გალოკამ მაღალ წნევაზე თავი არ წამოწიოს. quick shifter-ი მაქვს, launch control-ი მაქვს, Dynojet-ის, power commander-ის, ignition მოდული დამატებული. ანუ ზაჟიგანიასაც ასწორებ. მაქვს კიდე launch control-ი. ხო. ისეთი, რავი, კი ბევრი რაღაც გამომრჩა, ვიცი, ლოგერი მაქვს, pod 300, რომელთაც ლოგებს ვწერ. მე უყურებ ცხრილში რა წნევაზე რა აბაროძე რა შვება, სმესი როგორ არის საწვავის მომატება უნდა დაკილება უნდა. მაგას ვასწორებ მე თვითონ, იმ კონდიციამდე მივიყვანე, რომ ამ ახალ სეტაპზე დავდივარ, ვკატაობ, აპკატკასაც გავდივარ და უკვე შეიძლება რომ გელაშვილი ჩავრთოთ და დაინოზე დავანასტროებოთ. ალბათ ერთ-ორ კვირაში ვიზავ მაგას, იმიტომ რომ მეგობართან ერთად მივდივარ რაც ამ საქმეების ჯერ მოსაგვარებლად და რომ მოვიცლი მე აუცილებლად მაგას ვიზავ. გელაშვილს დავანასტროებინებ დაინოზე. ეხლა დავდივარ 0-4 ბარზე და ნელ-ნელა 300-400 კილომეტრი საერთო წნევაზე არ გამიყვანია მოტო. ესე აპკატკას ვატარებდი 5000 აბაროდამდე. ისე ამ გადაცემაზე ახლა რა გადაცემაც ვიყენია +1-3 5000-ზე რო აბაროდი, მე 6 სიჩქარით მივდივარ 140-145 GPS-ით და აი ძალიან კომფორტულია ავტობანზე და ეკონომიური. ხო. და ძალიან მინდა რომ დავანასტროიყო 100 ოქტანზე. იმედია მალე შემოვიტანთ, მალე დავიწყებთ მუშაობას და გვექნება სტაბილურად 100 ოქტანის საწვავი. არა ისეთი როგორი 98-იც გვაქვს რეალურად. 15% სპირტით რო აყვანილი და გაზრდილი ოქტანი, არამედ ნამდვილი სუფთა 100 ოქტანის საწვავი. და ისე მე მაგაზე ვიდეოსაც ჩავწერ. ჯერ ერთ საწვავზე გავტესტავთ. მე მეორე საწვავზე გავტესტავთ, უწყვეტი ვიდეო იქნება და ნახოთ რა სხვაობა იქნება ჩვენ საწვავს. ამასობაში გაზაფხულიც მოვა. გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ხასიათიც მოდის და შემართებაც მოდის. ვნახოთ, შეჯიბრზე ხელი არ ჩამიქნევია. ვნახოთ რა იცი რა ხდება, იქნებ შევძლო და გამოვიდე მომავალ წელს, იმიტომ რომ ვემატება ისევ ხალხი და საინტერესო უნდა იყოს და ვნახოთ რა იქნება. თუ 600-იანი კლასი იქნება დიდი სიამოვნებით გამოვიდოდი საკუთარი ხარჯებით, რამე ძალიან ძველი 600-ით, შეიძლება კარბურატორითაც. აი 1000-ში მე ეჭვება რა, 1000-ში ძალიან ძველი ჭდება, ნახოთ. თუ სპონსორი იქნება, რაც მე ეჭვება, სიამოვნებით გამოვალ 1000-ში. თუ არა, მაშინ 600-ში, მაგრამ 600-იანი კლასი იქნება თუ არა, ჯერ არ ვიცი. თუ 600-იანი კლასი იქნება, შეიძლება გამოვიდე. და თუ 1000-ში სპონსორი იქნება, 100%-იანი გამოვალ. და როგორც საჭიროა, ისე გამოვალ.